და დღევანდელი დროების ბოლო სიუჟეტი უცნაური შეჯიბრების შესახებ. სიმძიმეების გადათრევა ამერიკელი ფერმერების საყვარელი სანახაობა იყო, თუმცა მაშინ ეს შეჯიბრი ცხენებით ტარდებოდა. შემდეგ კი ამერიკაში სპორტსმენ ტრაქტორისტთა ასოციაციებით შეიქმნა. მერე ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცეს და სერიული ტრაქტორების ნაცვლად შეჯიბრისთვის ექსკლუზიური მოდელები დაამზადეს. მათ უკვე თვითმფრინავის ზემძლავრი ძრავები დაუმონტაჟეს. ტრაქტორომანიამ თანდათან ევროპაც მოიცვა. ჯეოსელის მეშვეობით კავშირზე ყავდნენ დროების ჟურნალისტები დაჩი გრძელიშვილი და ალექსი გოგილაშვილი, რომლებიც გერმანია ჰოლანდიის საზღვარზე სპორტული ტრაქტორების ჩემპიონატს დაესწრნენ და ახლა სწორედ ევრო გატრაქტორებაზე მოგითხრობენ. მწვანე მონსტრი, ველური ფიქრები, შეშინებული თვალები, ნაზი ურჩხული და შავი კატა დაუნდობელი შერკინებისთვის ემზადებიან. ასე უწოდებენ მოფერებით თავის ტრაქტორებს სპორტსმენი ტრაქტორისტები. ბოლო 20 წელია უცნაური ავტოსპორტის ამერიკულმა სახეობამ ფეხი, უпроსწორედ კი ბორბალი ევროპაშიც მოიგო. გერმანია ჰოლანდიის საზღვარზე მდებარე პატარა სოფელი წელიწადში ერთხელ ევროპაში ყველაზე ხმაურიანი და არაეკოლოგიური ხდება. მაისის თვეში ფუხტორფის მინდვრებში ერთმანეთს ჰოლანდიელი, გერმანელი, შვედი და დანიელი ტრაქტორის მოყვარულები ხვდებიან. ფრანგები ჯერ ძრავის ხმას ეჩვევიან. ბრიტანელებს კი ალბათ ლონდონიდან ბერლინამდე ტრაქტორით ბზავრობა ეზარება და შიდა ჩემპიონატებით კმაყოფილდება. თავის დროზე ტრაქტორი ცხენისთვის აბედისწერო კონკურენტი აღმოჩნდა. დღეს კი რკინის ურჩხულები ერთმანეთს თავს ცხენის ძალებით აწონებენ. 500, 1500, 2000 ცხენის ძალა სპორტულ ტრაქტორიზმში ჩვეულებრივი მოვლენაა. იმისთვის რომ ყველაზე ძლიერი ტრაქტორი ჰყავდეთ, ჩემპიონატის მონაწილენი არც ძალას იშურებენ, არც ფინანსებს. ერთი ასეთი ტრაქტორის დამზადება საშუალოდ 100,000 ევრო ჩდება. ყველაზე ძვირფასი დეტალი თვითმფრინავის ძრავია, რომელიც რატომღაც ტრაქტორის მთავარ ღირსებად მიიჩნევა. გაგვიმართლა და ბრიტანული ბომბდამშენის ავიაძრავი ვიშოვეთ. სამოხრუჭე და გასაგრილებელი სისტემის შექმნაზე 1 წელი ვწვალობდით. სპონსორმა გვიშველა, თორემ ვერასდროს დავამთავრებდით. ამ ჩემპიონატზე კონკურენტი არ აგვყავს. ერთ მშვენიერ დღეს ტრაქტორზე გადაწყობილმა თვითმფრინავმა გაფრენა რომ გადაწყვიტოს, გერმანიის ცაში საინტერესო სანახაობა გაიმართება. ამიტომაც ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა ტრაქტორს გულდასმით ამოწმებ. ველური ფიქრებით ჩემპიონატზე სვენსონების შვედური ოჯახი ჩამოვიდა. ტრაქტორის სპონსორის გარეშე ოჯახური ძალებით ააწყვეს. ალბათ ამიტომაც კომისია ეგზოტიკური სახელწოდების ქმნილებას გულმოდგინედ ამოწმებს. უფროსი სვენსონი უკმაყოფილებას არ იმჩნევს და კომისიის მოთხოვნებს მორჩილად ასრულებს. ამ ტრაქტორის შექმნაზე შვედეთში მთელი ოჯახი ვშრომობდით და ჩემპიონატშიც ოჯახთან ერთად მონაწილეობ. ჩემს კონკურენტებს ძლიერი სპონსორები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი ტრაქტორი მაინც გაიმარჯვებს. პატარა ასტრიც მამისა და მისი ტრაქტორის ყველაზე მეტად სჯერა. მამიკოს ტრაქტორი ყველაზე მაგარია, აი ნახავთ, ყველაზე მეტი სიმძიმის გადატანას შევძლებთ. ფუხტორფის სარბოლო სატრაქტორო მოედანზე მაყურებლები საკუთარი სკამებით იკრიბებიან. აქაურები ხმაურსა და გამონაბოლქს იმიტომაც იტანენ, რომ მთელი ევროპიდან ჩამოსული ტურისტები არც ლუდზე ამობენ უარს, არც ტრადიციულ ძეხულზე და არც სამახსოვრო სუვენირებზე. ამიტომაც სარბოლო მოედნის გარშემო რიგითი შრომელი ტრაქტორებიც მრავლად დადიან. წლევანდელ გამარჯვებულს ორიგინალური პრიზები ელის. მინიატურული სმარტი და უზარმაზარი კომბაინი, რომელიც ინტერესის გაგვიძებისთვის ორგანიზატორებმა ფინიშის ბოლოს დააკეთეს. ფუხტორფის შერკინებას არც ისე დიდი ისტორია აქვს, თუმცა საკუთარი ფავორიტები მაინც ჰყავს. ეს უზარმაზარი და უცნაური ქმნილება მწვანე მონსტრად იწოდება და წლევანდელი ჩემპიონატის ფავორიტად ითვლება. მწვანე მონსტრი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი საავიაციო ძრავით არის აღჭურვილი და თითოეული მათგანი 1000 ცხენის ძალას ავითარებს. როგორც მონაწილეები ომის საჭიროების შემთხვევაში მესამე რეაქტიულ ძრავსაც ჩაამატებენ და ტრაქტორი გატრაქტორებისთვის სულ 3500 ცხენის ძალამდე გამოყოფს. ჩემპიონატზე ერთი კამერი და მიკროფონი ჩასულებს მრავალრიცხოვანი და ორაცხელი აპარატურით აღჭურვილი ტელეჯგუფის დანახვა ცოტა არ იყო შეგშურდა, თუმცა როგორც მოგვიანებით დავწმუნდით, სულ ტყუილა. ავიატრაქტორულმა ძრავმა გერმანელები ლამის ხმის ოპერატორის გარეშე დატოვა. სარბოლო ტრაქტორები თანდათან სტარტის ნიშანთან მოგროვდნენ და სხვისი დაცინვა კარგი რომ არ არის, მალე საკუთარ მიკროფონზე თვითონ.
ავიასაწვავი მზად არის და სტარტთან ჩამწკრივებული 1000-ნაირი დიზაინისა და დასახელების ეგრეთ წოდებული ტრაქტორები გადამწყვეტი მომენტისთვის ემზადებიან. თვითონმა მათგანმა მრავალტონიანი მისაბმელი რაც შეიძლება შორ მანძილზე უნდა გაათრიოს. კარგი ოსტატი ძრავის მზაობას გამონაბოლქვითაც აფასებს. პროფესიონალებში ამას ტრაქტორის სუნთქვა, მონიკელებული ტურბინების გროვას კი რატომღაც ტრაქტორი ჰქვია. ტრიბუნები გადაჭედილია, მეხანძრეები მზად არიან, სტარტერის დროშაც შემართულია და თუ ჰაერის უკმარისობისგან დაღუპულ 64-ით არ ჩავთვლით, ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ნაზმა ურჩხულმა სიმძიმის გათრევა 80 მეტრზე შეძლო. გამარჯვებულ მრბოლელს მადლიერი მაყურებელი მიესალმეს. მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. შვედების საუკეთესო შედეგი ის იყო, რომ უნებლად გადარჩნენ. როგორც ჩემპიონატის წამყვანი ამბობს, მთავარი ჯანმრთელობა. ამ სიტყვების სიმართლეშიც მალე დავრწმუნდი. როდესაც ჩავმაკატა, სტარტიდან 5 მეტრში საწვავი დაღვარა. ახლა უკვე მეხანძრეების შეჯიბრი დაიწყო, ვინ მიირბენდა პირველი ტრაქტორამდე. თუმცა გატრაქტორება ყოველთვის მშვიდობიანად არ სრულდება. ტრაქტორის მიერ განვლილ მანძილს გვერდითი და გენერალური არბიტრების გარდა ცენტრალური პულტიდან ელექტროჭოგრიტის მეშვეობითაც აგვირდებიან. როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორი ზიგმუნდ მაიერი ამბობს, წელს კონკურენცია უფრო დიდი. კმაყოფილი ვარ, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. მთავარია, რომ სპორტის ეს სახეობა ევროპაში აშკარად მზარდია. აშკარად მზარდ სპორტის სახეობას მაყურებლები მზარდი ბღავილით გულშემატკივრებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე მწვანე მონსტრი გავიდა. ნაზმა ურჩხულმა და ტიტანი ჯალათმა მეორე მესამე ადგილები გაინაწილეს. გამარჯვებულებს ტრიბუნების წინ ამჯერად რიგითი, შრომელი ტრაქტორით ჩაატარებენ. გამარჯვებულებს ხალხი ისე ხვდება, როგორც რომის კოლიზეუმი გლადიატორებს ხვდებოდა. ტრაქტორის ნამდვილი დანიშნულება არც რომაელებმა იცოდა. დროებას წარმოგიდგენთ აქსისი. გადაცემის სპონსორია TBC ბანკი. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. დროების სოციალური რეპორტაჟების სპონსორია ავერსი, ლიდერი ლიდერთა შორის.